რა შეუძლია ხელოვნური ინტელექტს AI-ს რეალურად? და როგორ შეიძლება AI გახდეს ბიზნესის ზრდის ინსტრუმენტი? ხო, თან დაზოგოთ დრო, რესურსები, ჭკვიანი ავტომატიზაციით, სისტემური გადაწყვეტილებებით. როგორ გადააქციოთ ტექნოლოგია კონკურენტულ უპირატესობას? აი ამ და სხვა საინტერესო მიმართულებებზე არც მეტი და ნაკლები 27 მაისს სტივ ჯობსის ამერიკული აკადემია თავის პარტნიორებთან ბიზნეს ფედერაცია ქალები მომავლისთვის ერთად მართავენ ფორუმს, რომლის დროსაც სწორედ AI-ს, ანუ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები, მუშაობის პრინციპები და ის პრაქტიკული ხედვები იქნება განხილული, რაზეც შესავალში მოგახსენებთ. და დიახ, ეს მხოლოდ შესავალია, რადგან ვისთვის არის ეს ფორუმი და როგორ შეიძლება მასზე დასწრება, ამას ყველაფერს გვეტყვის მისი ორგანიზატორი, სტივ ჯობსის ამერიკული აკადემიის პრეზიდენტი. მოხარული ვარ უმასპინძლო სტუდიაში თამარ კერძაიას, ის ჩვენთან ერთად არის. დილამშვიდობის. დილამშვიდობის გიორგი, მივესალმები მაყურებელს. მადლობა მობრძანებისთვის. ღირს აღნიშნოთ, რომ თქვენი პოსტუმრობის შემდეგ BMG-ში სხვადასხვა თემები უნდა გავაგრძელოთ, იმიტომ რომ რაც მოვიკითხეთ თქვენთან საუბრის მომზადებისთვის, არის თემები, რომელიც უკვე გადაწყდა, რაც ბიზნეს საზოგადოების წინაშე თქვენგან ერთგვარ დაპირებად და გეგმებად არსებობდა. თუმცა, მოდი დავიწყოთ თვითონ ამ ფორუმით, რაზეც მინდა რომ მოვასწროთ საუბარი. თქვენს ძველ პარტნიორებთან ერთად ბიზნეს ორგანიზაცია ქალები მომავლისთვის მართავთ მას, რა დანიშნულება აქვს თამარამას? მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, საქმიან დღეს ვუსურვებ და პოზიტიურს. დიახ, 27 მაისს დაპირების ამებ, როგორც შევპირდით, მცირე და საშუალო ბიზნეს განსაკუთრებით, High-Tech Solution-თან ერთად, ნინო გვაძავას ხელმძღვანელობით და ბიზნეს ფედერაცია ქალები მომავლისთვის იმართება კონფერენცია, ერთგვარი workshop-ი საშუალო და მცირე ბიზნესისთვის, სადაც ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გავაცნობთ ბიზნეს უახლეს ტენდენციებს, რა ხდება სამყაროში, რა პროგნოზებია AI ინტეგრაციასთან დაკავშირებით ბიზნესში, არის ეს არჩევანი, აღარ არის არჩევანი, რა ვშვებით, როგორ ვიწყებთ და რას ვაკეთებთ. პრაქტიკული საუბრები იმაზე, როგორ გადავდგათ ნაბიჯები ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციისთვის ბიზნესში, რომელიც უკვე აღარ არის კონკურენტული უპირატესობა, არამედ როგორ ეს უკვე არის აუცილებლობა, რომლის გარეშეც რამდენიმე წლიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ბიზნესს გაუჭირდება უბრალოდ გადარჩენა. ეს არის ფორუმის თემა, მაგრამ არსებობს ყველაფერი დანარჩენისთვის სტივ ჯობსის ამერიკული აკადემია, სადაც სტუდენტებს აქვთ საშუალება ეზიარონ და მიიღონ ყველა ის ინფორმაცია და რაც თავარია ისწავლონ მონაცემთა დამუშავება, რაზეც და რისთვისაც ჩამოყალიბდა თქვენი აკადემია. მე მაინტერესებს რა კრიტერიუმები თამარ ერთის ხრი და რა მონაცემები სტუდენტებისთვის, რა მონაცემების ახალგაზრდებისთვის არის ხსნილი გზა სტივ ჯობსის აკადემიაში და რა შესაძლებლობებს უხსნის ეს მათ? სტივ ჯობსის ამერიკული აკადემია საქართველოში მესამე წელია რაც არსებობს, ზოგადად ეს პროგრამა საერთაშორისო და მსოფლიოს 100 ქვეყანაშია წარმოდგენილი. საქართველოში გვაქვს წელიწადში ორჯერ მისაღები გამოცდები, ეს არის იანვარი და სექტემბრის დასაწყისი. მისაღები გამოცდები არის შედგება ორი კომპონენტისგან, ერთი ეს არის ემოციური ინტელექტის და მეორე ეს არის ინგლისური. ინგლისური გასაგებია, ინგლისურად მიმდინარეობს სწავლა. 6-დან 16 წლის ასაკის ბავშვებზეა საუბარი, თუმცა პატარებთან ხდება, ესე რომ ვთქვათ, თავიდან გარკვეულ ეტაპზე თარგმანი ინგლისურიდან, თუმცა რაღაც ეტაპზე უკვე გადავდივართ ინგლისურად. ხო, ამის მიზეზი არ არის ის, რომ ქართულ ენაში რაიმე, ესე ვთქვათ, ტერმინი არ მოიძიება ან რაიმე ინფორმაციის გადაცემა არ შეიძლება. ამის მიზეზი არის ერთადერთი ის, რომ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ იმდენად სწრაფად ხდება ტრანსფორმაცია და ახალი ინფორმაციის ინგლისურ ენაზე მიწოდება, რომ შეუძლებელია ყველაფრის თარგმნა და ადაპტაცია ქართულად, ამიტომ სწავლა მიმდინარეობს ინგლისურად. ემოციური ინტელექტი არის ესე ვთქვათ ტესტის სახით წარმოდგენილი. მშობლებს აინტერესებთ ხოლმე და ვიტყვი დაახლოებით რეგისტრირებული სტუდენტების 25%, 30 მაქსიმუმ საუკეთესო შემთხვევაში ახერხებს აკადემიაში ჩარიცხვას, კი ბატონო. იმიტომ რომ კრიტერიუმები საკმაოდ არის, კი. ჯერ ერთი ჩვენ შეზღუდული რესურსი გვაქვს, ანუ ჩვენ აკადემიის მისია არ არის რაჩება მეტი სტუდენტის განათლება. ეს არის ლიდერობის პროგრამა. და არ არის ეს ის რომ აუცილებლად ყველამ უნდა გაიაროს ლიდერობის პროგრამაა გათვლილია ვიწრო პროფილზე
უბრალოდ ვიწრე რაოდენობაზე და ამ ლიდერობის პროგრამაში, ანუ მთავარი კითხვა, რასაც გვეკითხები ამ მშობლები, რომ როგორ ასწავლით, მე ამას ვიტყოდი, რომ ეს არ არის როგორ ვასწავლით, ეს არის როგორ ვაყალიბებთ, იმიტომ რომ სწავლა უფრო ვიწრო ტერმინია, ვიდრე ჩამოყალიბება. მე კიდევ ერთი რამ მახსენდება. იდეების რეალურ პროექტად ქცევა. კი ბატონო. რომელიც თქვენ ასევე თემად დატოვეთ, როცა საუბრობდით სტივ ჯობსის ამ ამერიკულ აკადემიაზე საქართველოში. ამ ხრივ თამარ როგორ მიმდინარეობს პროცესი და რეალურად მოხდა თუ არა აი ამ ყველაფრის დამკვიდრება? კი ბატონო, ესე იგი როგორც იცით, სტივ ჯობსში საგრანტო პროექტები არ გვაკლია, დაწყებული სწავლის დაფინანსებიდან დამთავრებული entrepreneurship-ის, სტარტაპების და ყველაფრის მიმართულებით პროექტი, რომელსაც შეგვირდით წინაზე და მოვედი დღეს გამარჯვებულების ანუ უკვე სია არის? კი ბატონო, დღეს პირველად თქვენი ეთერის მეშვეობით და ძალიან მიხარია და მე თვითონაც ძალიან ემოციური ვარ ამ საკითხის მიმართ. გაზაფხულზე განხორციელდა ჩვენი სტივ ჯობსელი ბავშვების 6-დან 16 წლის ასაკის ბავშვების ლიდერშიპის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი. ამ პროექტის პარკლებში ბავშვების გუნდებს უნდა წარმოედგინათ ინოვაციური იდეები, როგორ გადაჭრიდნენ საზოგადოების პრობლემებს და მიიღებდნენ დაფინანსებას სტივ ჯობსის ფონდიდან. პირველი ტური უკვე ჩატარდა. ფინალი უკვე ჩატარდა და დღეს თქვენი ეთერის მეშვეობით თუ მომთხოვთ საშუალებას გამოვაცხადებთ გუნდებს. აბა, ყურადღება. მთელი საქართველოს მასშტაბით გავიდა ჯამში 15 გუნდი. Guardians of the Planet თბილისი, Nature's Friends თბილისი, გარემოზე ზრუნვა ზუგდიდი, ელემენტარული სიკეთე წალენჯიხა, The Green Leaders Movement თბილისი, შემდეგ Clean Up ქუთაისი, ნუ გასაგებია ქუთაისი, მანქანის ნაგვისურნები ქუთაისი, ნორჩიმაშველები ქუთაისი, Code and Care თბილისი, ყავს ბათუმიდან AI მეგობრების გუნდი, თბილისიდან ყავს Career Saturdays, ბათუმიდან მეორე გუნდი გავიდა და გაიმარჯვა არის Live, თბილისიდან გაიმარჯვა Book Joy, ასევე Ice Age Group-მა და Your Voice Matters, რომელშიც სამი ქალაქის სტუდენტ ბავშვები არიან გაერთიანებული, ქუთაისი, ფოთი და ზუგდიდი გილოცავთ. ჩემო ძვირფასებო, ვინც ახლა გიყურებთ და გისურვებთ წარმატებას, თქვენ ნამდვილად ხართ მომავალი გლობალური ლიდერები, რომლებიც აი ამ ასაკში, გიორგი, უკვე ფიქრობენ საზოგადოების პრობლემებზე, მოიპოვეს დაფინანსება, მეტი რა ქნან ამ ბავშვებმა. არაფერი გარდა ერთისა, რომ მე მოდი ჩემი მხრიდან დავამატებ ისაც ასევე ვიცი, 23 მაისს გარდა აი ამ თემისა, რაზეც თამარმა უკვე გამოაცხადა, სტივ ჯობსის აკადემიის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების და ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი შედგება. აქაც ორიგინალურები ვართ, ეს ყველაფერი შედგება ბათუმში. რა მნიშვნელობა აქვს და როგორ ემზადებიან ამ ყველაფრისთვის? მოდი ამით შევაჯამოთ. მადლობა გიორგი, 23 მაისს ბათუმი შეირჩა, მთელი საქართველოს მასშტაბით და მთელი საქართველოს ქალაქებიდან ჩადიან ბათუმში სტივ ჯობსელი კურსდამთავრებულები. რატომ არის ეს ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანი? ეს არ არის უბრალოდ ქუდების აყრის ცერემონია. ჩვენი სტივ ჯობსელები დებენ მთავარ ფიცს. და ეს ფიცი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ლიდერებს ვზრდით არა უბრალოდ ლიდერებად, არამედ ვზრდით ეთიკურ ლიდერებად. და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ფიცის ტექსტში, რომელშიც მოცემულია, რომ მათ ტექნოლოგიები უნდა გამოიყენონ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების საკეთილდღეოდ და ამ ფიცს დებენ მთელი ქალაქის, ქვეყნის, მშობლების, მასწავლებლების, მერების და ასე შემდეგ მთელი საზოგადოების წინაშე და მეორე, თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს კურსდამთავრებულთა ფონდი და ყველა სტივ ჯობსელი დებს ფიცს, რომ პირველი $1,000,000 გამომუშავებისთანავე გარკვეულ შენატანს აკეთებს სტივ ჯობსის ფონდში, რომელიც მერე უკვე იცით, რომ ასობით ბავშვებს დაფინანსებს და დღეს საქართველოში ჩვენ გვყავს ასობით ბავშვი დაფინანსებული, მათ შორის სრული 100%-იანი გრანტით აი ამ ფონდის მეშვეობით და რა თქმა უნდა, სიკეთე უნდა დაბრუნდეს და ისინი ამის შესახებ დებენ საზეიმო ფიცს. სულ რამდენიმე წუთში ინტერვიუს თამარ კერძაიასთან, სტივ ჯობსის ამერიკული აკადემიის პრეზიდენტთან და დამფუძნებელთან იხილავთ BMG-ს ვებგვერდზე. დარწმუნებული ვარ, ბევრი დაინტერესებული პირია, ვისაც საინტერესებს არა მხოლოდ აკადემიის გეგმები, არამედ ის ჩამონათვალი გამარჯვებულებისა, რომელიც ექსკლუზიურად საქმიან დილაში გამოცხადდა. წარმატებები მინდა გისურვოთ. ძალიან დიდი მადლობა გიორგი, ზეგინდელ ღონისძიებაზე და 27-ში. დიდი მადლობა. წარმატებები. მადლობა მომბრძანებისთვის, თამარ კერძაია.